ევროპარლამენტის წევრები საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს ფილიპ დიმიტროვს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მრგვალი მაგიდა გაიმართა. ერთ-ერთი თემა საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება იყო. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ევროპარლამენტის დელეგაციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები გააცნეს. ისაუბრეს მოახლოებული არჩევნების შესახებაც. დღესვე თანამშრომლობის კომიტეტის მე-16 შეხვედრის პირველი სხდომა ქორწიერ პერიოდში გაიმართება. შეჯამდება საქართველოს ევროკავშირის 5-წლიანი ურთიერთობა. მათ კითხეს ჩვენი შეფასებები ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მათ შორის საქართველოსა და ევროკავშირის შორის ურთიერთობები როგორ მიდის, რა პრობლემებია ამ კუთხით, არის თუ არა საერთოდ პრობლემები. სამართლიანმა არჩევნებმა ისაუბრა წინა საარჩევნო პერიოდზე, ისაუბრა თვითმმართველობის რეფორმაზე, საარჩევნო კოდექსის რეფორმაზე, მათ საკმაოდ ბევრი კითხვა ჰქონდათ თვითმმართველობებში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, აინტერესებდა ჩვენი შეფასება წინა საარჩევნო პერიოდის. ჩვენ მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ საარჩევნო კოდექსის ცვლილებასთან და თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით.